ხო, ნუ ალბათ მე მაინც იმას ვიტოვებ, რომ დღეს უკვე გაჟღერდა ის რომ არანაირი კოჰაბიტაცია არ იქნებოდა და დასრულდება ეს კოჰაბიტაცია საჯარო სამსახურებში და მე ამის მოლოდინი მაქვს რომ დასრულდება თბილისის მერიამ უკვე დაიწყო ამ კოჰაბიტაციის დასრულება და ესეთი დასრულებები იქნება როგორც განათლების სამინისტროში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურაში და სხვადასხვა უწყებებში და დარწმუნებული ვარ რომ ეს კოჰაბიტაცია ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება და შუა გაიკრიფება და არავითარ შემთხვევაში აღარ მოეცემათ იმ ძალას, იმის შესაძლებლობა რომ ჩვენი იდენტობა, ჩვენი თვითყოფადობა შეურაცხყონ და არავითარ შემთხვევაში არ მოეცემათ ისეთ მამად, რომლებიც სხვისი ქვეყნის ინტერესებს, ესე ვთქვათ, სხვისი ქვეყნის ინტერესებს ახარებენ და როგორმე ცდილობენ რომ სხვისი ინტერესები გაატარონ აი ამ ორ გროშად. და ორ გროშად რო არიან გაყიდულები ჩემო ნიკოლო სამწუხაროდ ეს არის ძალიან დიდი პრობლემა რა და მე კიდევ ერთხელ ვიძახი რომ ესეთი სამარცხვინოები, ესეთი აგენტურა როგორც ეხლა გამოჩნდა აი ამ ბოლო პროცესებმა გამოაჩინა ეს არის სამარცხვინო საჯარო სამსახურებში ჩვენ დავინახეთ რომ ხელისუფლებაში არიან და სამსახურებში არიან ისეთი ადამიანები რომლებიც სხვისი ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან და ეს არის ფაქტი აი ესენი არიან ჩარეგილები და ესენი უშლიან ჩვენი ქვეყნის განვითარებას ხელს და ესეთი მოხელეები უნდა ამოიძირკნონ. მეც ამის მომხრე ვარ ბატონო ნიკოლოზ და დარწმუნებული ვარ რომ დღეს თუ ხვალ ესეთი მოხელეები ამოიძირკნებიან. ესეთი არც პროფესულა, არც მასწავლებლები არ ჭირდება ჩვენ სახელმწიფოს. თუ ესეთი პოლიტიკა კვლავ გაგრძელდება რომლებიც ჯერჯერობით სამწუხაროდ ისევ რჩებიან მოქმედ თანამდებობებზე, ხო? ჩვენ ეს ესე ვთქვათ, გასაქანი არ მიეცემა, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ იმედს გამოვთქვავ, რომ ესეთი საჯარო მოხელეები იქნებიან თუ სხვადასხვა თანამდებობის პირები იქნებიან, რომლებიც თან, ესე ვთქვათ, ვითომ და თავის ქვეყნის ინტერესებს ემსახურებენ და რეალურად სხვისი ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან, უნდა ამოიძირკნონ, უნდა ყველანაირი განათლების სისტემიდან მით უმეტეს ნიკოლოზ ესეთი მნიშვნელოვანი სისტემიდან. ამიტომ მე მოუწოდებ შესაბამის ორგანოებს რომ ესეთი საკითხები რაც შეიძლება მყისიერად ეხლა სანამ დრო გვაქვს ეს საკითხები შიდა საკითხები უნდა მოვაგვაროთ.